ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება. მოსახლეობა, რომელიც თითქმის 3 თვეა, მკაცრი ბლოკადის პირობებში ცხოვრობს, შიმშილის ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ბლოკადა ოდნავ შემსუბუქდა, საკვების დეფიციტი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ღაზის ჰუმანიტარული ფონდის მიერ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გახსნილ დახმარების ცენტრებში საკვების მიღების მცდელობა ხშირად ქაოსში გადაიზრდება ხოლმე. ცენტრები სპეციალური სამსახურების თანამშრომლების მიერ კონტროლდება, თუმცა მშიერი პალესტინელების მართვა რთულია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმამ შიში და პანიკა გამოიწვია, თუმცა უცნობია ვინ ისროლა ან მოჰყვა თუ არა მსხვერპლი. გაერო და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ამ დახმარების სისტემას და აცხადებენ, რომ ის ვერ უზრუნველყოფს 2.300.000 პალესტინელის გამოკვებას. ვიბრძოლე, რომ საკვები ჩემი შვილებისთვის მომეპოვებინა. მიყურეთ, პალესტინელებო და არაბებო, შეხედეთ, არ მაქვს ფქვილი, ზეთი, შაქარი, საკვები. ნესტიან პურს ვაგროვებ და ჩემ შვილებს ვაჭმევ. მინდა ერთი ჩანთაფქვილი, რომ ჩემ შვილებს მივცე. ღმერთს ვემდური არაბული ქვეყნების მიტოვების გამო. მინდა შევჭამო. მშია. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. ტულქარემის ოლტოვილთა ბანაკში მცხოვრები პალესტინელები საკუთარი სახლების იძულებითი დანგრევის მოლოდინში პირად ნივთებს მანქანებში ტვირთავენ. ჩვენ შიმშილობის ზღვარზე მყოფი ხალხი ვართ და არავის ვაინტერესებთ. უკვე 2 დღეა მოვდივარ და არაფერი მიგვიღია. ჯარისკაცები ისვრიან. დახმარების განაწილების მეთოდი არასწორია. დაღლილები ვართ. ძალიან დავიღალეთ და გვშია. ისრაელის სამხედრო ძალებმა ბოლო თვეების განმავლობაში გაანადგურეს ლტოვილთა რამდენიმე ბანაკი, მათ შორის ტულქარემი და ნურ-შამსი. ეს ის დასახლებებია, რომელთაც ასობით პალესტინელი ოჯახი აფარებდა თავს. ახლა იძულებითი გადაადგილება ყველაზე მასშტაბურია 1967 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე კონტროლი დაამყარა. რაც ხდება ცოდვაა. ახლა სრული ქაოსია. არიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ქმნიან ამ ქაოსს, რომ ხალხი დაიხოცოს. ეს დაუშვებელია. კვლავ ვიმეორებ, ჩვენ წესრიგი გვინდა დახმარების განაწილებაში. ისრაელის საჰაერო იერიშები კი გრძელდება. პარალელურად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადება წარადგინა, რომელსაც ისრაელი მხარს უჭერს. ჰამასმა განცხადებას თავშეკავებული პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ წინადადებას დეტალურად შეისწავლის.